ახალი წლის დღეები ზესტაფონში გრძელდება. საშობაო ბაზრობა, ინსტალაციები, ფოტოგადასაღების სტენდები და გასართობი სივრცეები ბავშვებისთვის. ქალაქის ცენტრში სპეციალურად მორთულ სივრცეში მთელი დღის განმავლობაში არაერთი აქტივობა მიმდინარეობს. ღონისძიება, რომელიც ზღაპრის გმირების და ორკესტრის მსვლელობით დაიწყო, მთავარი ნაძვის ხის ანთებით გაგრძელდება. ჩვენ ახლა ზესტაფონიდან გვექნება პირდაპირ ჩართვა. ნესტან ჩაგელიშვილი მოგვიყვება, როგორია განწყობა. ნესტან გისმენთ. ახალი წლის დღეების ღონისძიება ზესტაფონში გრძელდება და შეიძლება ითქვას, რომ უკვე არის დასკვნითი ეტაპი. დაახლოებით 1 საათია მიმდინარეობს კონცერტი, რომელშიც არაერთი შემსრულებელი მონაწილეობს და სულ რამდენიმე წუთის წინ აინდო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ამით ადგილზე საახალწლო განწყობამ კიდევ უფრო მოიმატა. ახალი წლის დღეების ღონისძიება რამდენიმე საათია მიმდინარეობს ქალაქის ცენტრში. ცალკე სივრცე ჰქონდა გამოყოფილი საშობაო ბაზრობას. აქ წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები და ტკბილეული, ასევე არის არაერთი გასართობი სივრცე ბავშვებისათვის, ატრაქციები, ფოტოინსტალაციების სახის მოხატვა და რაც მთავარია, საახალწლო საჩუქრების უკვე დაარიგა თოვლის ბაბუმ. ადგილზე არის ამ დროისათვის ისევ ხალხმრავლობა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარეობს კონცერტი და ეს იქნება ახალი წლის დღეების ღონისძიების დასკვნითი ეტაპი ზესტაფონში. ყველა ასაკის ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს და ბავშვებს, ელით ძალიან საინტერესო გასართობები. ამავდროულად უფროსებისთვის არის ჩვენი მეწარმეების მიერ წარმოებული ნაკეთობების გამოფენა გაყიდვა. განწყობა არის უმაღლეს დონეზე, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან დიდი ხანია უკვე რაც ამ ღონისძიებისთვის ვიმზადებით, ალბათ თვეზე მეტია. და ჩვენი დახილე ერთგვარი საქველმოქმედოდ ვაკეთებთ ამას. შეგროვებული ფულით გვინდა რომ შემდეგ ბავშვებს დავეხმაროთ, იმათვისაც არ შეუძლიათ საახალწლო საჩუქრები მივართოთ და ამით გავახმაროთ ბავშვების გული. ჩემი მეგობრებთან ერთად ვარ და ძალიან კარგი განწყობა არის და მიხარია რომ დღეს ზესტაფონი არის გალამაზებული, მორთული. ძალიან მნიშვნელოვანი არის ზესტაფონისთვის, იმიტომ რომ უნდა გამოცოცხლდეს და მიხარია რომ ყველა ბედნიერი არის დღეს. ახალი წლის დღეების ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს და ხვალიდან სხვა მუნიციპალიტეტებში გადაინაცვლებს. მადლობა, ეს იყო ნესტან ჩაგელიშვილი და პირდაპირ ჩართვა ზესტაფონიდან.